მე ვარ ელენე ბიბილეიშვილი, ჰეპტიკის და ETH Summit-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. როდის მოგივიდათ ბიზნესის დაწყების იდეა და რა იყო ინსპირაცია, რომელმაც გადაგაწყვეტინათ ამ ნაბიჯის გადადგმა? ჰეპტიკის შექმნის იდეა უკავშირდება კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ციფრულ მარკეტინგულ პროექტზე მუშაობას, რომლის დროსაც 65-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობდით ნოქსტონში. სწორედ ამ დროს მივხვდით, რომ არ არსებობდა ციფრული მარკეტინგული ხელსაწყო, რომელიც მედია მონიტორინგის საშუალებას მოგვცემდა კონტექსტუალური ანალიზის ჭრილში. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თვითონ შეგვექმნა ეს ციფრული ხელსაწყო, რის რესურსიც ნოქსტონში გვქონდა, ამიტომაც სწორედ ნოქსტონის ბაზაზე დავუფუძნეთ ჰეპტიკი, რომელიც დღეს უკვე ცალკე მდგომი software კომპანია, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ETH Summit-ის შექმნის იდეა უკავშირდება ჩვენს ერთ-ერთ ღონისძიებაზე ყოფნას, რომლის დროსაც მივხვდით, რომ საქართველოში არ არსებობდა ციფრული მარკეტინგული კომუნიკაცია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ყოფილიყავით პირველი. მთავარი დაბრკოლებები, რომლებიც გზაზე შეხვდათ. ჰეპტიკი ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ კომპლექსური პლატფორმაა. შესაბამისად, მისი ტექნიკურად გამართვა იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, ამიტომაც დეველოპმენტში 2 წელი დავყავით, თუმცა თავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავართვით ამ გამოწვევას თავი. ლიდერი უნდა იყოს რისკიანი და გაბედული, რაციონალური, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული და რაც თავარია ემპათიური. 3 რჩევა დამწყები ბიზნესმენებისთვის. იფიქრეთ ბევრი და შეისწავლეთ კარგად კონკურენტები. შეეცადეთ ყველა გამოცდილება აქციოდ გაკვეთილოთ და ისწავლოთ მისგან რაღაც ახალი, რაც თავარია იმოქმედეთ სტრატეგიულად. დაასრულეთ ფრაზა: იყო ქალი საქართველოში და ფლობდე, მართავდე ბიზნესს ნიშნავს. იყო ძლიერი, თავდაჯერებული და გაბედული. დღეს უკვე სქესი აღარ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებისა და პოტენციალის არეალს. თუ კი ქალმა ზუსტად იცის ბიზნესს რა და როგორ სჭირდება. რა თქმა უნდა, სტერეოტიპები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ამას უკვე აღარ ვაქცევთ ყურადღებას. სწორედ ამიტომ იყო ქალი საქართველოში და მართავდა ფლობდე ბიზნესს ნიშნავს იყო ძლიერი და თავდაჯერებული. ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული რჩევა, რომელიც მიგიღია. რომ დასვენებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუშაობა. რას აკეთებთ უკეთესი მომავლისთვის? ჰეპტიკის საშუალებით ტექნოლოგიების სფეროში ვქმნით ახალ ინოვაციას. ETH Summit-ის საშუალებით ქართულ ციფრულ მარკეტინგულ სამყაროს ვაძლიერებთ, ხოლო ცოდნის გაზიარებით ვცდილობ ჩემი სტუდენტები ციფრული მარკეტინგის უპირობო ლიდერები გახდნენ. მჯერა რომ უკეთესი მომავალი ტექნოლოგიებში, ინოვაციებსა და ამ ყველაფერთან ადაპტაციის პროცესში იქმნება.